Let's go. წავიდა. Hey yo, გამარჯობა. მოგესალმებით, მე ხოჯოები, Abbey Road-ი და ჩემი ორიგინალური დამტენი. მე მარლი ბატონი ვარ, არა ბატონი YouTube-ის ან რაიმე ეგეთი მსგავსი, უბრალოდ მარლი ბატონი. ხო, ვინც არ მიცნობთ და ალბათ ბევრი არც მიცნობთ. გადავწყვიტე რომ YouTube-ის სამყაროში ფეხი შემოვდგა. და აი ასეთ ამპლუაში პირველად მიხილავთ. ახსე ბევრი რაღაც დაიდება, ვფიქრობ ვლოგებიც გადავიღო, რეაქტებიც გადავიღო, ესეთი ჭორაობები, night ლაპარაკები ან morning ლაპარაკებიც. ხო, background-ზე უყურებთ ალბათ რომ დიდი არაფერი არ არის, იმიტომ არა რომ მინიმალიზმი მიყვარს, უბრალოდ არაფერი არ გამაჩნია. ნელა ყველაფერს მოვაწყობ და მივუდგები ამ საქმეს სერიოზულად. ალბათ ვიდეო რო ჩართეთ, თვალში მოხვდათ ეს რაღაც მწვანე ფერის რაღაც გაურკვეველი, ვინც არიცით მაისური, ჩემი გულია, ჩემი კლუბი. არსენალი რავის ბავშვობიდან შემიყვარდა. უცებ fun facts გეტყვით, ამასთან დაკავშირებით, რატო შემიყვარდა არსენალი რა? ბავშვობაში რო ვიყავი 5-6 წლის, არც ცოტა მეტი 7-8 წლის, რავი, ძველი პერიოდი 2000 რომელიც ძალიან 5-6-7 ახლავე მაგ პერიოდი, ჩემებმა მიყიდეს ანრის წითელი მაისური, 2 რო ეწერა რა და დროგბას ჩელსის მაისური რა. წარმოიდგინე ხა რა ჭიდილში ვიყავი, ჩემ თავთანაც და გარეთ როგორ მაბულინგებდნენ, ორივე მაბულინგებდნენ ბჭყალებშიც რა. ჩელსის მაისურითაც თამაშობდი და არსენალის მაისურითაც თამაშობდი და მაგრამ ფაქტი რა იყო იცით, აი არსენალის მაისური როცა მეცვა მე კარგად თამაშობდი ბავშვობაში და სულ დიდები უფროსები მიმატებდნენ რა. იმენა გიჟივით თამაშობდი, რასაც ქვია. ხო და მაქედან მოყოლებული არსენალის შემიყვარდა, ანრიც შემიყვარდა. Winning Eleven-ს მეზობელთან თამაშობდი რა, სახში აღარ სამქონია. Real Madrid-ს უშავდი და კარლოს ვაკარიავდი თავდასხმაში, რა ვინც იცის Winning Eleven მიხდება. მაგრამ მაგის მერე ჩემი და რეალის ურთიერთობა მხოლოდ Winning Eleven-ით შემოიფარგლებოდა და მაგის მერე სულდა რა არ მიყვარდა არასდროს სულ ბარსა მომწონდა მე როგორც მეორე გუნდად ჩავი ინიესტას და მესის პონჩი და დავრჩი ესე არსენალის და ბარსას გულშემატკივარი მაინც პირველ გუნდად სულ არსენალს მივიჩნევდი და ესე შემოვრჩი არსენალთან დღემდე სამ დავიწყება უცებ აღნიშნავ ფაქტს ესე ვთქვათ, საქართველოს ბანკს აქვს რაღაც პროექტი, კრეატორი, ჩემი ძმაკაცი TikToker-ია, რომელსაც კარგი საკმაო აუდიენსი ყავს. იღებდა მონაწილეობას რაღაც ვიდეო უნდა გაგეგზავნა ერთწუთიანი, კრეატიული რაღაც ესე ბლა 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 და 500 კაციდან აიყვანეს 25 კაცში. შემდეგ ამ 25 კაცის კასტინგი იყო, ამ კასტინგზეც მოეწონა და გადავიდა 8 კაცში. ჟიურიში ისხდნენ ჰიდაბატონი, კაკო და მახარა და ვისაც მოგწონთ მანქანების კონტენტი აქვს, გადადით და უგულშემატკივრეთ და დაუწერეთ კომენტარები და ვიდეოებიც ნახეთ. ხო, ფეხბურთთან დაკავშირებით კიდე გამომჩა რა. აი, ბოლო თამაშს რო უყურე, გუშინ იყო თურქეთთან თამაში, ეს ვიდეო არ ვიცი, როდის დაიდება. განადგურებულმა გავიგულზე, მოკლედ, მე მართლა მეგონა, რომ ესპანეთთან საერთოდ რო არ ითამაშეს, არ თამაშიერქო მაგას, მეთქი თურქეთთან გადავდებ თავსკო და მართლა თურქეთის უზემზადებიან თქო, სანიელმაც ეკითხა. სინამდვილეში ნურას უკაცრავად და მოკლედ არ ვიცი რა. იმედია დაცვის ხაზიც მოძლიერდება, რაც გვიჭირს ეხა ყველაზე მეტად დაცვიდან ბურთის ამოტანა, რასაც ვაკვირდებოდი. პირველი მეპასი არ ვყავს, რომ საყელენამდე მიიტანოს ბურთი და რაც არ უნდა იყოს, ჩემო კარგო ხალხო, პოზიტიურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. უმეტეს მარტში ისეთი რაღაც ზღვაზე იმეს, აი ჩვენმა ნაკრებმა, არასდროს არ უნდა ჩაიქნიო ხელი ზოგადად, როცა ქვეყნის ნაკრებს ეხება საქმე რა. გუშინ წინ იყო, ისეთ წვიმა მოდიოდა ვაჟაზე. აი მეგონა რომ რაღაც ნოეს მაგვარი კიდევანი უნდა ამიშენებინა. იწყება მოკლედ რა, ქარი, წვიმა, ყინვა ერთად და მოკლედ კლასიკურ საქართველოში რა როგორც ხდება და ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით fun facts. წვიმა რომ მოვა და რო გადაიღებს და წვიმას რო აზდის რაღაც სუნ. აი ხომ მოგწონს ეგ სუნი ადამიანებს რა, რაღაც სასიამოვნო სუნელი აქვს. თუ მე სუნი აყოფილა იცით, ეგ არის ბაქტერიების ამსახველი. თუ მიზაში რაღაც ბაქტერიები ცხოვრობენ, მოკლედ რაღაც ბაქტერიები ცხოვრობენ და როცა წვიმს და მიწას ველდება, გამოყოფენ თურმე ნივთიერებას რაღაც გეოსმინი ქვია ესეთ ნივთიერებას და ზუსტად ჩვენ ვგონია რომ ჰაერში რაღაც სასიამოვნო სურნელი არის სინამდვილეში მაგათი სურნელი ყოფილა და ესეთი fun fact-ი არის წვიმასთან დაკავშირებით. მოკლედ ალბათ ამით დავამთავრებ. აი კომენტარებში დამიწერეთ ვის გიყვართ ესეთი წვიმის სუნი და ეხლა წვიმების სეზონი რო იწყება, წვიმა რო წამოვა, სუნს რო იგრძნობთ.
მე გაგახსენდეთ და შემოდით ვიდეო დამელაიქეთ და არხი გამოიწერეთ. მოკლედ ამით დავამთავრებ. მე ვარ მარლი ბატონი და ეს მხოლოდ დასაწყისია. ლაიქი და გამოწერა არ დაგავიწყდეთ და მე დავბრუნდები უფრო ენერგიულად და მეტი სიახლეებით. აბა